მუშტი, კრივი, კენჭაობა, ჭიდაობა და ასე შემდეგ ჩვენ ეთერში არც ისე ხშირია. არა და აღმოვაჩინეთ, რომ ახალგაზრდების რაღაც ნაწილში ქართული სული ჯერ კიდევ ცოცხალია. ამის დემონსტრირებას კი ხრიდოლის შესწავლით ცდილობენ. ვინდა რატომ ინტერესდება ამ ყველაფრით, ახლავე გაიგებთ. თბილისის ერთ-ერთი უბნის პატარა დარბაზში კვირაში 3-ჯერ ქართულ საბრძოლო სულს აცოცხლებენ. ხრიდოლის არსებობის ისტორია სხვადასხვა წყაროების მიხედვით დაახლოებით 20 საუკუნეს ითვლის. ხრიდოლში გაერთიანებულია ბრძოლის სხვადასხვა სახეობები: მუშტკრივი, კეჭნაობა, ჭიდაობის და კრივის 3-ათეულზე მეტი სტილი. იყენებენ ტრადიციულ ქართულ ტანისამოსს და იარაღებს. ფედერაცია არსებობს უпроსორეთ ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლი 88 წლიდან 21 წელია უკვე. და როგორც ფედერაცია 93 წელს ჩამოაყალიბდეს. ნახე ვერ ვიტყიმოს, რომ ეს ძალიან დიდი დაინტერესებით სარგებლობთ საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ნორმალურად. ახალგაზრდები და განსაკუთრებით ბავშვები არც თუ ისე დიდ ინტერესს იჩენენ ხრიდოლის მიმართ, რაც მათ რაოდენობაზეც აისახება. სულაც არაა გასაკვირი, რადგან თანამედროვე თინეიჯერების უმრავლესობა სხვა კულტურული მიმდინარეობებით ინტერესდება. თუმცა რატომ უნდა გავიცნოთ უფრო ახლოს ეს ხელოვნება, ამას ახლავე შევიტყობთ. მე შემეძლო ამირჩია რამე სპორტი, მაგალითად ძიუდო. ან ნებისმიერ რომელთა შეიძლება გახვიდე ოლიმპიადაზე, ან მიაღწიო რაღაცას. მაგრამ მე ვარჩიე ქართული, ეს პატრიარქის ლოცვა კურთხევით არის ეს სპორტი და ჩემთვის პირველი მართლმადიდებლობა და ჩემი სამშობლო. თავის დროზე მებრძოლი თუ დაიჭრებოდა ერთ ხელში. ხო არის ეგეთი შემთხვევა, რომ ერთთან ბრძოლაში დაიჭრებოდა, მაშინ მას უნდა შეესწლებოდა მეორე ხელით გაიგზელებინა ერთთან ბრძოლა. და ზუსტად აქედან მოდის ეს. ხრიდოლი კონტაქტური ბრძოლის სახეობაა. ხშირია დაზიანებები, მაგრამ არსებობს ილეთები, რომლის საშუალებითაც თავს იზღვევენ. ხრიდოლი ისტორია, რომელიც ჩვენამდე მოვიდა დევიზით. ვინც ამიტირებს სამშობლოს, გელივით შავეტანები.